ლუის ენრიკემ ხვიჩას იდეალური პოზიცია მოუძებნა. ცრუ ვინგერი რა სივრცეში მოუწევს კვარაცხელიას მოქმედება და რატომ იყო ეს ლიონთან შეხვედრა იდეალური კვარას კარიერაში. როგორ ფეხბურთს თამაშობს არნე სლოტის ლივერპული და რა არის ზონა 14, საიდანაც ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრება PSG-ს ლივერპულის წინააღმდეგ. ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ ფინალებს მივადგით. ძალიან მაგარი მატჩები გველოდება წინ და Paris Saint-Germain-ს შესაძლოა სეზონის გადამწყვეტი მატჩი ელოდეს 5 მარტს. და გათამაშება რა თქმა უნდა ჩვენთანა ამ ყველაფერზე დღეს ვისაუბრებთ რუსკრიანში ახლა კიდევ რო არ დავყარგოთ ეგრევე გადავალ ტაქტიკურ ანალიზზე და პირველი ვიწყებთ ლიონი Paris Saint-Germain-ის ძალიან მაგარი შეხვედრით. დავიწყოთ კვირას გამართული შეხვედრით ქართული დერბი შედგა სანახევროდ 10 წრენ დროში მოედანზე ჟორჯი და კვარა ჯერ კვარამ გააკეთა საგოლე პასი გავიდა მერე მიქაუტაძემ მოკლედ პირველ რიგში რაზე გავამახვილებ ყურადღებას ლუის ენრიკემ პრესკონფერენციები უნდა გავიხსენო, რომელიც ბოლო მატჩების წინ გამართა და ჟურნალისტებს, კომაგებს, ექსპერტებს მოუწოდა მოთმინებისკენ. კვარაცხელი არის სამომავლო პროექტი, ძალიან კარგად ადაპტირდება გუნდთან, ცოტა დრო ჭირდება და უფრო მეტად გაიხსნებაო თქვა. რა თქმა უნდა, როგორც პალეტის უსმენდით, ისე უნდა მოусმინოთ პირველ რიგში მწვრთნელს და რაღაცა გინება შევარდნა, გამოვარდნა მერე. მართალი აღმოჩნდა ლუის ენრიკე ეძებს კვარას ადაპტირდება ამ ტაქტიკასთან და ვიცოდით რომ ესე როგორც ნაპოლიში იყო მარცხენა ფლანგზე, ვერ ითამაშებდა ყველა შეხვედრას. იმიტომ რომ იქიდან ბარკოლა გაცილებით ეფექტურია, სწრაფია და სტილში უფრო მეტად არის ჩამჯდარი და მეტი სიღრმე ენრიკემ შეძინა კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე გადაწევით, მაგრამ ეს ასე ჩანდა, ნახეთ, აი ტაქტიკა ესეთი იყო ლიონთან. თავიდან რომ დაიწყო, გვეგონა რომ აი დემბელეა ცხრიანზე, კვარას მარჯვნივ, სადაც ყველაზე ცუდია იქ უნდა ითამაშოს, მაგრამ მატჩი დაიწყო და ხვიჩამ ითამაშა, აი მეორე ფორვარდად, second striker-საც ეძახიან, ცრუ ვინგერსაც ეძახიან, იწყებს მარჯვენა ფლანგიდან თამაშს, მაგრამ თამაში სადღაც 70%-ს ატარებს უფრო ცენტრისკენ, ფორვარდით ზურგს უკან და შიგადაში 10 ნომრობასაც ითავსებს და მთელი ფლანგი, აი ამის მთავარი შემოქმედი, ასე ვთქვათ, ვის გამოც ეს შესაძლებელი გახდა, იყო აჩრაფ ჰაკიმი. თამამად ვიტყვი რომ თანამედროვეობის საუკეთესო მარჯვენა მცველია ეს კაცი ბოლო 2-3 წელს თუ ავიღებთ რა. მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია. 3-5-2-ში ვინგბექს თამაშობს თავისუფლად და თავდასხმაშიც რო დააყენო, არავისზე ნაკლები შემტევი არ არის. ეს კაცი რო გყავს რომ ხვიჩას ასეთ ფუფუნებაში, არც ნაკრებში და არც ნაპოლიში არასდროს უთამაშია, იმიტომ რომ ესეთი ფლანგის მცველი არსატყოლია და მენდეშს რო ვაქებთ წინა ვიდეოებში მენდეშზე გაცილებით შემტევია ჰაკიმი, უბრალოდ მე ვერ წარმომედგინა რომ აი ჰაკიმისთან კვარა ერთად როგორ დაემთხვეოდა ფლანგზე. იმიტომ რომ მარჯვნივ ვაისის მერე არ უთამაშია კვარას. მაგრამ ლუის ენრიკემ იმიტომ არის ჩვენზე მაღალი დონის ვაისიც და ყველაზე და ისეთი რაღაცა მოიფიქრა, რომ მეტობა შექმნა ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც. ანუ ორი ფორვარდი ეთამაშა თან ლიონს. აი პირველი ეს გოლი რა ჰაკიმის მაგის დასტური იყო დემბელეს გადაყვა ხალხი, იქ ბარკოლას პასი, კვარამ შემოიტყვა ცველები და უკან ჰაკიმი ყველას დაავიწყდა სივრცეში და დაარტყა შეაგდო. იმ მომენტში მეორე ფორვარდი ითამაშა, ხედავთ ახლა კადრებსაც, მთელი თამაში გამოვიდა, აი მაგარი პასი რო გაუკეთა. აქ ანუ ჰაკიმი არის მარჯვნივ გადასული, ხვიჩა 10-იანზეა შემოსული. შემდეგ კადრებში უკვე 11 ნომერზე გადის. მეორე ფორვარდის როლს ირგებს და ძალიან მცირე ხნით გადადიოდა მარცხენა გარემარბად რა. ბარკოლა ამ თამაშში კი იყო საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ აი ეს თავისი აფეთქებები და ის რო აქვს ტექნიკური და კრეატიული, კაციშვილს არ გახსენია, გადაჩრდილა ყველა მკვარა 68 წუთი თამაშა და მატჩის MVP გახდა. 68 წუთში, რავი, ესეთ თამაში, სადაც ერთი ასისტი აქვს, რომელიც უბრალოდ გაუგორა დემბელეს და იმან მერე სამი კაცში გაიარა და ცხრიანში გაარჭო. საგოლე პასში ეგეთები ნაკლებად გადის, მაგრამ იმდენი 9-დან 7 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 13-დან 10 მოგებული ურთაბრძოლა თუ 13-ვე აღარ მახსოვს ზუსტად და ყველგან ითამაშა, დაფარა ზონა უფრო მეტად ცენტრი და მარჯვენა ფლანგის არეალი, მეორე ფორვარდის პოზიცია, ასე ვთქვათ და ეს იყო ლიონისთვის სიურპრიზი. ტალიაფიკოს რა უქნა და ფიზიკური ურთაბრძოლები როგორ მოუგო, ყველა ვნახეთ ეგ და რა სახით უყურებდნენ და როგორ დაძდევდნენ ცელით. და მე ვფიქრობ, რომ სეზონის მეტ ნაწილს, უმეტესობას, უფრო ხშირად ხვიჩა ითამაშებს ამ როლში, იმიტომ რომ ესეთი მსუბუქი, თავისუფალი და კრეატიული და რაღაცა ვალდებულებებისგან თავისუფალი, აქამდე ჩვენ არ გვახსოვს და მარცხნივ იდგება რა, ის ბარკოლა გადაუგდებენ იქიდან და სწრაფია და გარბის, ანუ მაგან ეგიცის. მარჯვენა ფლანგიდან ვერ არის ეგეთი ეფექტური, ცენტრში 10 ნომერს ვერ თამაშობს, 9-საც ვერ თამაშობთ. ეგენი უკვე წინა ვიდეოებში გავიარეთ, შეგიძლიათ ნახოთ. და მთავარი აქ იყო, რომ მენდეში უნივერსალი კაცი, რომელიც ასევე წინა ვიდეოებში ვახსენი, ასეთ დროს, როცა ჰაკიმი მთელ ფლანგს იბარებს და ხვიჩა ცენტრში შედის და მეტობას ქმნის,
საჭიროა რომ დაცვა ვიღაცამ დააზღვიოს და მენდეში რჩება უკან, მესამე ცენტრალურ მცველად ჩამოდის და ბარკოლას ფლანგზე ტოვებს მარტო. იდეაში შეუძლია ბარკოლას ამ როლის შეთავსება, მაგრამ ამ შეხვედრაში რაც ერთადერთი ნაკლოვანება იყო, დუე არ ითამაშებს ლივერპულთან და ეგეთ დონის მეტოქეებთან, ცენტრში ვიტინია ნევეს დაევატება დიდი ალბათობით რუისი, მესამე კაცი ან თუ ტრავმა ექნება ზაირემერი, იმიტომ რომ დეზირე დუე 8 ნომერზე ცენტრში შობოშლაისთან და სალაჰთან არ შეიძლება. იმიტომ რომ გაარღვევენ. ეხლა ავტომატურად მივედით 4 შაბათის თამაშამდე სეზონის პირველი ყველაზე რთული გამოცდა ელოდება პარი სენ-ჟერმენს და ასეთი დონის მეტოქესთან წელს არ უთამაშია. ვინც სიტიზე ძლიერი იყო, არსენალი, ბაიერნი და ატლეტიკოს სამივე მოუგო პარი სენ-ჟერმენს წელს. ნუ სიტი რა დღეშიც არის ვნახეთ, ყველამ გადაუარა. და ნუ ლივერპული ჩემპიონთა ლიგის თავარ ფავორიტებში სამეულში მოიაზრება სეზონის სტარტიდან დღემდე. პრემიერ-ლიგა უკვე თითქმის მოგებული აქვს, კონკურენტი არ ყავს. ლიგის ფაზა მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა და ერთადერთი ყველაზე ახლოს ვინც არის მაგათთან თამაშით არის ბარსელონა. და სამწუხაროდ შეხვდა პარი სენ-ჟერმენს და რა საფრთხე ემუქრება პირველ რიგში და როგორ თამაშობს რა სლოტის გუნდი. კლოპისგან ოდნავ განსხვავებულ ფეხბურთს უბერავენ, მაღალი პრესინგი ამათაც მოსწონთ და ხედავთ აი ზონებად დაყოფილი მოედანი რა წერტილში ქმნის სლოტის ლივერპული მეტობას და საფრთხეს, ანუ საგოლე პასები, გოლები, დარტყმები, მოკლედ აი ამ არეალს ზონა 14 ხედავთ ხა კადრს, ზონა 14-დან სლოტის ლივერპული, ანუ საყრდენი ზონა ესა 4 ნომრის და ცენტრალური მცველები რო ამოწევას აკეთებენ, ცოცხლიანი რო ამოიტყუებს ხოლმე რა, აი მესი რასაც შვებოდა. აი ეგეთ აი ამ ზონაში ყოველთვის არის ჩასაფრებული ლივერპული და ხა ვიდეოსაც დააკვირდით. ანუ შობოშლაი არის პირველი კაცი და მეორე მაკალისტერი რა, რომელიც ფორვარდებთან ერთად, ცრუცხრიანებთან ერთად აი ამ არეალს ავსებს რა. საგოლე პასი, გოლი, რეალსაც აქედან გაუტანეს. დააკვირდით უბრალოდ კადრებს ამ შემთხვევაში გოლი სალას იქედან გააქვს, მაგრამ ზონა 14 ამ დროს ისევ დაკავებულია ლივერპულის ფეხბურთელის მიერ, ანუ ძალიან მაგრად აქვთ ეს არეალი შესწავლილი რა. და წინა ვიდეოს დავუბრუნდები ისევ მონაკო პარი სენ-ჟერმენის თამაშებს აი ამ კადრებს დააკვირდით. ზონა 14-ში რა სასტიკად თამაშობს პარი სენ-ჟერმენი. ერთი გოლი გაუშვეს, მონაკომ აქ თავბრო დაახვია და მეორეც უეჭველი გოლი იყო, პაჩოს არა ამ ნესტას ვარდნა გააკეთა და ჩემ პროგნოზი არის, მე თუ დავსვი ამ ვიდეოს შეგახსენებთ, რომ 2-დან 1 მატჩი თუ ორივეში არა, ამ სივრციდან ლივერპული პარი სენ-ჟერმენს უეჭველი გაუტანს. ეს არის ჩემი პროგნოზი. ეხლა, ნუ ბურთის ამოტანაში რა მაგრები არიან, ხედავთ და მთავარი შემოქმედები მაკალისტერი და შობოშლაი არიან, ანუ ძალიან მაღალ დონეზე არიან ამ სეზონში. გრაუნბერხიც ძალიან მაგარია, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით კრეატიული არის. ბურთი ამოაქვთ იდეალურად, აქტიურად იყენებს სლოტი ცროცხრიანს, იმიტომ რომ ნუნესი უფრო ფინიშინგი დამაგრიგებულ ფაზაში არის სუსტი და მეტწილად უწევს თამაში გაკპოს და ლუის დიას და კოტი გაკპო არის ფეხბურთელი, რომელმაც შეუძლია მარცხენა გარემარბის თამაში 9 ნომერის ცროცხრიანის და 10-იანზეც რო დააყენო ითამაშებს. და ხედავთ აგერ კადრს ამ შემთხვევაში მარცხნივაა გადაწეული და დიასი, რომელიც ყველას გონია რომ არის მარცხენა გარემარბი და ფლანგის იქეთ არის თამაში, სად არის შეხედეთ. სადაა ჩამოწეული და ეს ორი ფეხბურთელი ამ სამეულში ცვლის პოზიციებს და მესამე სალაჰი არის ერთადერთი, რომელიც ყველაზე მეტად პროცენტუალურად 90% მარჯვნივ თამაშობს რა და მაქსიმალურად ჭიმავს მეტოქის დაცვა, იამალი რასაც შვება. მაქსიმალურად გადადის მიდის აუტის ხაზამდე. კვარა იყო პირველ სეზონში ეგრე ნაპოლიში სპალეტის ხელში. და მარჯვენა მცველს აი გვარდიოლას სტილში იყენებს სლოტი რა, თლად ეგრე არა, იმიტომ რომ ტრენტი ცოტა სხვა ტიპია, მაგრამ როდესაც სალაჰი ძალიან წინადის და შობოშლაიც ადის მეორე ფორვარდად პრესინგზე და ზონა 14-ში შედიან, ამ შემთხვევაში ტრენტი იკავებს უკვე ცენტრში მეოთხე ნახევარმცველად ემატება, რეჯისტას როლს იგებს და შეხედეთ პროსტას რა პასს უკეთებს სალაჰს, ანუ სადა აქ არნოლდი საერთოდ თუ ვერ მივხვდი, ანუ ეს კადრი ბევრჯერ გავაჩერე, გრაუნბერხი მეგონა რა. რა პასი გაუკეთა. მერე სალაჰმა სად მიიღო, მარტო იყო სივრცეში, სისწრაფეზე რაც არის კი ვიცით სალაჰი და შემდეგ იქ 1-1-ზე დარჩა პასი და გოლი. ნუ გაკპო ეგეთებზე ხა არ აფუჭებს. ძალიან საშიში გუნდი არის ლივერპული, ძალიან. ამ სეზონში არც ერთი პრინციპული თამაში არ წაუგიათ. და პირველი თამაში არის პარიზში, მეორე არის ენფილდზე და რა ვიცი, სადღაც 2-0, 3-1 მაინც თუ არ მოიგო პარი სენ-ჟერმენს სახში და თუ არ გათიშა ლივერპული. ყველაზე მაგრად, ვინც ეთამაშა ამ სეზონში, იყო რეალი ლივერპულს, რომელიც ძალიან დიდი დანაკლისით ჩავიდა, ვინისიუსი არ ყავდა. კარვახალი არ ყავდა და ჩუამენი არ ყავდა, არდა გიულერით და თამაშა რა, ბრაიმ დიასით და
1-0 წურავდნენ და ნუ ბოლოს გაუშვეს მეორე რა. ნუ რეალს მაინც ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს ლივერპულთან ისტორიიდან გამომდინარე და რეალი ლიგაზე რეალია. დანარჩენი თან ეგ თამაშიც მაგრა ითამაშა, განახეთ წეგა რა გოლი გაუტანა მაკალისტერმა რეალს. ეგ იყო ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც მე ვნახე წელს სლოტის გუნდის წინააღმდეგ. ძალიან საშიში გუნდი არის და ხვიჩას ფაქტორი ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, ამიტომ გამიხარდა, რაც ვნახე და რაც ითამაშა ეხა ლიონთან, იმიტომ რომ აღნიშნე წინა ვიდეოში სულ ვიტყვი ამას, რომ აი დუე, ბარკოლა და დემბელე თავისი ფაბიან რუისით, ანუ ლივერპულის ვერცეთ ვერსიას ვერ მოუგებს 2017 წლიდან დღემდე. შანსი არა აქვს პროსტა რა. ბრესტთან მაგათი 7-0 და მაგათი IQ და ეს ბუნებრივად სანდაყოლილი სისწრაფე რო აქვს რა, ცხენის ძალები, ანუ ფეხებს ვერ მოჭავენ რა, ეგეთ მაგარ გუნდს. მაგის შანსი არ არსებობს. ხვიჩა იმიტომ იყიდეს, რომ იცოდნენ X ფაქტორი ჭირდებოდა, სიღრმე ჭირდებოდა და ეს სიღრმე მიიღეს. კვარაცხელიამ რაც უქნა, რაც დამართა ლივერპულს, ნახეთ ჩვენ და ფორმის პიკამდე თუ გავა, უახლოეს ორ კვირაში კიდე თუ მოუმატებს. შეუძლია რომ არნოლდიც, რობერტსონიც და ამათ საყდენი ზონაც თავის გრამობერხიანად მაგრად ათრიოს რა. და დემბელე 9 ნომერი იქნება უეჭველი ლივერპულთან, იმიტომ რომ სტრაფია, კონატე და ვანდაიკი უფრო დიდები და ტლანქები არიან და აი ეს გადაგდებული პასები, რასაც დემბელე ბარკოლა რასაც გარბის, ანუ რუის მაგარი პასი აქვს, ვიტინიას მაგარი პასი აქვს, ნუნეშს, ნევეშს, კვარას, ანუ ყველა მითის პასი. მენდეშსაც ძალიან მაგარი პასი აქვს რა, ამას გამოიყენებს ჩემი ვარაუდით და ხვიჩა იქნება X ფაქტორი იმოძრავებს ცენტრშიც და ორივე ფლანგზეც. და ნუ კი გითხარით საფრთხე საიდან იმუქრება პარი სენ-ჟერმენს ცენტრში ორთავბრძოლებს სავარაუდოდ წააგებენ, ეგრე მგონია, გაცილებით ძლიერი ყავს ნახევარდაცვა. სტრაფი გოლის სისწრაფე და ხვიჩას ფაქტორი იქნება თავარი საიდანაც დაარტყამს ლუის ენრიკე. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? თქვენი აზრი მაინტერესებს. ჯერ კვარას როლზე რას ფიქრობთ? შევაფასოთ ხვიჩას თამაში და არის თუ არა ეს იდეალური. ანუ ეგეთი მარჯვენა მცველის გვერდით ხვიჩას აქამდე არ უთამაშია და რა მაგარი არის, როცა ეგეთი ტიპი ყავს, ანუ ფლანგზე მარიო რუი აღარ ყავს და დი ლორენცო და ვიღაცები რა. და ყავს მონსტრი პრაიმ ალვესში ფაქტობრივად. და შენ შეგიძლია ყველგან იგულაო რა. რას ფიქრობთ ამაზე? რამდენად სწორი არის თქვენთვის კვარაცხელიას ეს პოზიცია გამოჩნდა, რომ აი ნაკრებშიც ვლადიმერ ვაისი რომ მარჯვნივ აყენებდა, სულ აკრიტიკებთ, იმიტომ რომ იქიდან კაკაბაძე ეხმარებოდა ფლანგზე და მაინც ხვიჩას გასამწოვებელი იყო და უფრო რობენივით დარბოდა რა ფლანგზე და აქ საერთოდ სხვანაირად ლავირებს. კადრები ნახეთ, რომ მეორე ფორვარდს თამაშობდა მეტწილად. როგორ მოგწონთ კვარას ეს როლი? რამდენად ელოდით ამას და რას ფიქრობთ ლივერპულზე დაწერეთ შანსები და ლივერპულის საფრთხის შესახებ, ან პროცენტულად რამდენად თვლით ფავორიტად სლოტის გუნდს? ხო, ამ ბადიდან ვინც გადის, მერე გადის არსენალზე, რეალზე, აქეთ არიან ესენი და ბარსელონა გადავიდა იქეთ, ბენფიკა, დორტმუნდი, ინტერი, ბაიერნი. თქვენი აზრი ასევე დააფიქსირეთ, ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები ჩამოწერეთ ორ-ორი გუნდი ბადეებში, ვის თვლით? ეს კლასიკოს ელოდება წელს ბევრი ფინალს, მაგრამ მაინც მეეჭვება რომ იყოს. ხო, გათამაშებაზე გადავალ ხა და იქამდე შეგახსენებთ, რომ ვიდეო დაალაიქეთ აუცილებლად 2 წუთი საქმე არის, გამოიწერეთ ჩვენი არხი. აი წამის ამბავია, რომ ამხელა ჩემი მთლიანი გუნდის შრომა რომ დააფასოთ რა. 2000 ლაიქზე აიყვანეთ დღევანდელი ვიდეო და ეგრევე ჩაირთვება გათამაშება. დაწერეთ კომენტარები, რა კითხვების დავსვი ამ თემასთან დაკავშირებით და როგორც კი 2000 ლაიქზე ავალთ, 20 თქვენგანი დავჯდები მე და ავარჩევოთ 20 კომენტარს თქვენთვის სასურველი კლუბის თუ ნაკრების ამჟამინდელ თუ რეტრო მაისურს მოიგებს ჩვენი პარტნიორის რეტრო სახლის ხედავთ, აგერ ძალიან მაგარ მაისურებს. მოკლედ 2000 ლაიქი, კომენტარები და გათამაშება ჩაირთვება. უეჭველი დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი და საინტერესო თემებით მე დაგიბრუნდებით ერთ კვირაში. ყოველი მეორე ფინალის შემდეგ ეგრევე დაიდება სოციალურ ვიდეოები და მოკლედ დიდი პაუზები აღარ გვექნება. მადლობა ყურადღებისთვის და აბა დროებით.